კინოთეატრ ამირანში რეჟისორ ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმის ლურჯი მოცვის დახურული ჩვენება შედგა პრესის წარმომადგენლებისთვის. სრულმეტრაჟიანი ფილმი ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ეგრეთ წოდებულ საზღვართან ახლოს მცხოვრებ ოჯახის წამოწყებაზე მოგვითხრობს. მელაძეების ოჯახი ცდილობს მოაშენოს მოცვის პლანტაცია, მაგრამ გზადაგზა წინააღმდეგობასაც აწყდება. ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით შეიქმნა. იგი ასევე არის საფრანგეთის, ბელგიის ეროვნული კინოცენტრების, დოჰას კინოინსტიტუტის კოპროდუქცია. ელენე მიქაბერიძე თვითონ არის ქართულ-აფხაზი რეჟისორი. დედა ყავს აფხაზი, მამა ქართველი და 90-იან წლებში მისი ოჯახი ემიგრირდა ბელგიაში. ცხოვრების დიდი ნაწილი ბელგიაში გაატარა და იქ მიიღო განათლება, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ელენე მიპოვნა ზუგდიდში, ამ სასაზღვრო ზოლთან ძალიან ახლოს მცხოვრები არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც ძალიან ძვირფასი არის ჩვენთვის და რაღაც მართლა საოცრად ატარებს ამ რაღაც არ ვიცი, თანამედროვე ქართული რეალობის აი სულისკვეთებას. ფილმი კინოგაქირავებაში იქნება 22 და 23 სექტემბერს კინოთეატრ ამირანში, მესამე დარბაზში და 23 სექტემბრის ჩვენებას უმასპინძლებს დოკა, დოკუმენტური კინოს ასოციაცია, ორივე ჩვენებას დაესწრება რეჟისორი, გაიმართება კითხვა-პასუხის შეხვედრა მაყურებელთან და იმედი გვაქვს, რომ მოთხოვნა ისეთი იქნება, რომ კიდევ გაგრძელდება და ეს ფილმი დარჩება კინოგაქირავებაში რამდენიმე კვირის მანძილზე. დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი მხატვრული ფილმისათვის დამახასიათებელი ემოციურობა არ ახასიათებს, იმიტომ რომ მაინც მაყურებელი ჩართულია სიუჟეტში, შინაარსში და ხშირად ეს შინაარსი იმდენად, როგორ ვთქვათ, მიწიერია, აი დაკავშირებულია ყოფით პრობლემებთან, რომ ემოციისთვის თითქოს ადგილი არ რჩება, მაგრამ ბოლოში ელენე ახერხებს, რომ აი ამ ფერმერის შრომა, რომელიც ერთწლიან შრომას თითქოს აფასებს, აჯამებს, მაინც იწვევს გარკვეულ დრამატულ ემოციას.